მანძილები, ეგრევე პალიმსესტები. ეს არის ათონის მთაზე დაცული ხელნაწერის ფრაგმენტი, ჩვენთან არის ეს ფრაგმენტი, დანარჩენი ნაწილი ათონის მთაზე, ეს არის ეგრეთ წოდებული ნეუმირებული კრებული. ნეუმირებული კრებული რას ნიშნავს? ნეუმირებს ეძახიან სანატო ნიშნავს, ქართულ სანატო ნიშნავს და თავიდან ბოლომდე ეს ხელნაწერი არის გაწყობილი სანატო ნიშნებით, არის გალობებული ეკლესიაში ეს ხელნაწერები. სამწუხაროდ დღეს როგორ გალობდნენ ქართველები და როგორ იკითხებოდა ეს ნეუმები ჩვენთვის უცნობია. მილიონი მცდელობა რომ დაასრულა აღედგინათ ეს ყველაფერი, მათ შორის ევროპაში ყველაზე ისეთი ცნობილი მცდელობა იყო, მაგრამ საბოლოოდ საერთოდ ასწავლამდე მაინც ქართული მეცნიერები დღემდე არ არიან მისული. თან ხალხურად ხო. მე გითხარით რომ ქართული განძის უკან დაბრუნების, საქართველოსთან გატანილი ქართული განძის უკან დაბრუნების საკითხი იდგა და ბევრი რამე ჩამოვიდა რუსეთიდან, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკადი ჩამოვიდა ჩრდილოეთ კავკასიიდან, საფრანგეთს 1915 წელს ოსმალეთის შემოსევის შიშით, იყო ესეთი მოლოდინი, რომ ბათუმს აიღებდნენ და მე კავკასიაში შემოვიდა ოსმალეთი, თურქეთი დღევანდელი გაგებით, ხო, და აი ამ შიშით საქართველოსთან იქნა გატანილი ქართული არქივების ძალიან დიდი ნაწილი და დააბინავეს ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა კავკასიის რამდენიმე პუნქტში. ეს იყო ათასობით და ათასობით საარქივო მასალა და ისტორიული საბუთები. მათ შორის იყო 3000-მდე ძალიან ძველი ქართული ისტორიული საბუთები, ძირითადად ეტრატზე ნაწერები. სამწუხაროდ ისე წავიდა, რომ ძირითადად ვერ მოხერხდა სიების გაკეთება ამ ისტორიული საბუთებისა, ასევე დღესაც განამდვილებით გვიჭირს თქმა კონკრეტულად რა იქნა გატანილი ჩრდილოეთ კავკასიაში. როდესაც დადგა კიდევ ერთხელ საკითხი გასაბჭოების შემდეგ, რომ ეს მასალა დაბრუნებული იყო უკან, ძალიან ბევრი მუშაობა ამაზე სარგის კაკაბაძე და საბოლოოდ ათეულობით ვაგონი ქართული საარქივო მასალისა დაბრუნდა საქართველოში დიდი შრომის შედეგად, მაგრამ ამ ათეულობით ვაგონში სამწუხაროდ არ იყო ის 3000-მდე ქართული ისტორიული საბუთი, რომელიც საქართველოს იქნა გატანილი. ამ საბუთებს შორის იყო დავითის, თამარის, გიორგი წყნარის და სხვათა საბუთები და სრულიად შემთხვევით მოახერხა სარგის კაკაბაძემ რომ ეპოვა აი ეს საბუთი, ახლა თქვენ რასაც უყურებთ შუა ნაწილი, რა თქმა უნდა. ეს არის დავით აღმაშენებლის საბუთი ანდერძის შიომღვიმის მონასტრისადმი, მან ეს დაწერა შირვანში გალაშქრების წინ, ერთი გალაშქრება იყო, ასე ვთქვათ, მისი და ის ამბობდა, რომ თუ ცოცხალი გადარჩება და შემოგვიმდები უკან, ამობიდან კიდევ უფრო მეტ შესაძირავს მივიცემ და უფრო უკეთეს ანდერძს დავწერთ შიომღვიმის მონასტრისათვის. ამას დიდი ამბები ახლავს და ანდერძის წარში გაწუხებთ ახლა. მოკლედ, აქ თავად ის არის, რომ დაახლოებით 2 მეტრიანი საბუთიდან, რომელიც აი ეს რამდენიმე 4 კეფი, თვითონ ნაწილს ქვია თვითონ კეფი, ხო? 4 დაახლოებით 2 მეტრი იყო დავითის საბუთი, აქედან შემოგვიჭრა მხოლოდ ერთი მტკაველი პატარა ფრაგმენტი დავითისა, თუმცა მან ძალიან მოკლედ და გვაქვს დაცული შესაბამისად ამ არქივში ეს დოკუმენტი და გვაქვს ასევე დავით აღმაშენებლის ამ საბუთს, ამ 2 მეტრიან საბუთს თავსა და ბოლოში ახლდა დავით აღმაშენებლის ხელთვა, ხელმოწერა. ნებდავთისაიდან მე დავითს მიწყიეს, თავში ეწერა და ბოლოში იყო მეორე ხელთვა. სამწუხაროდ ეს ხელთვები დაიკარგა, მაგრამ სანამ საქართველოსთან ეს დოკუმენტი გავიდა და სარგის კაკაბაძემ მოახერხა გაეკეთებინა აბსოლუტურად სუსტიას და პალეოგრაფიული პირი ამ ხელთვებისა და ეს პალეოგრაფიული პირების დაცული იყო. მოკლედ ზუსტი ასლი გვაქვს და რადგანაც ორიგინალი დაკარგულია, აქვს ორიგინალის მნიშვნელობა ამ პალეოგრაფიულ პირებს.